გვაქვს საქართველოს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტი დააწესა. მათივე ცნობით სამეცნიერო გრანტების კონკურსში წარდგენილი პროექტების შეფასებელ ექსპერტთა კონფიდენციალურობა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებზე მაქსიმალურად ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ხარჯების გამჭვირვალობისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსებული საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს. ეს გადაწყვეტილება თავისთავად არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ის ემსახურება მაღალი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილებას, რადგანაც აქ საუბარია საბიუჯეტო თანხების განკარგვაზე და გამომდინარე იქიდან, რომ არ მოხდეს კონკრეტულ ექსპერტთან მიმართ გარკვეული ეჭვების შექმნა მის მიკერდოებულობასთან თუ არაობიექტურობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ძალიან ამ პროცესის შესახებ, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული გრანტის გაცემის თაობაზე.